უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა უნდა მიულოცოთ საზოგადოებას, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან სარისკო პროცედურები, რომელიც აწარმოა საქართველოს პარლამენტმა და მე თავის დროზე არ ვმალავდი ჩემს ნეგატიურ დამოკიდებულებას უმრავლესობაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით და პასუხისმგებლობას მთლიანად ვკიდებდი უმრავლესობის ლიდერს, რომლის ერთის მხრივ გაუფრთხილებელმა, მეორეს მხრივ ორმაგი სტანდარტის შემცველმა მოქმედებებმა განაპირობა ის, რომ 22 დეპუტატი გაემიჯნა ამ პროცესს და მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა შემდგომში პარლამენტს და რამოდენიმეჯერ ხდომის გადადებაც კი გახდა იმისთვის საჭირო, რომ საბოლოოდ ეს პროცედურები დასრულებულიყო. მე ვილოცავ პირველ რიგში ქალბატონ ნინო გვენეტაძეს ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. ჩვენ 10 წლით ავირჩიეთ პირი, რომელმაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შტო უნდა წარმართოს იმგვარად, რომ მთავარი ბურჯი დემოკრატიისა მოგეხსენებათ არის სასამართლო ხელისუფლება და რომ ამ სასამართლო ხელისუფლებამ უზრუნველყოს მის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრა ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ წარსულში არსებული მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრა. და ამ მხრივ ვფიქრობ, რომ ქალბატონ ნინო გვენეტაძის გამოცდილება, მისი კვალიფიკაცია იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი როლის მოთამაშე. თუმცა არის ერთი რაღაც, რაზეც ასევე არ შემილია, ასე ვთქვათ, დავდუმდე და არ ამოვიღო ხმა. არსებობს გარკვეული რისკები იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა ქალბატონ ნინო გვენეტაძე გარკვეულწილად, ირიბად, გარკვეული მექანიზმების გამოყენებით იმ პოლიტიკურ პროცესში ერთ-ერთი მთავარი როლის მოთამაშე, რომელსაც თქვათ, შეძლების დაგვარად და შესაძლებლობებიდან გამომდინარე მოისურვებს განახორციელოს რესპუბლიკური პარტია. რატო უსვამ ამას ხაზს? იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, ქალბატონ ნინო გვენეტაძე იყო პარტიის აქტიური წევრი, რესპუბლიკური პარტიის. მან 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ შეიჩერა უფლებამოსილება პარტიაში და თუ მარტივ ლოგიკას მოუხმობთ, გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალასთან ერთად ბოლომდე მოსული ადამიანი ბუნებრივია გამარჯვების შემდგომ უნდა იზიარებდეს ყველა იმ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, რასაც პოლიტიკური პარტია აღწევს ამ ბრძოლის გზაზე. მაგრამ ეს შეჩერება სწორედაც დაკავშირებული იყო იმასთან, რომ მისი კანდიდატურის განხილვა უნდა მომხდარიყო სწორედ უზენაეს სასამართლოს პოსტზე, სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, რომლის არჩევნებიც აი სწორედ 3 წლის შემდგომ ამ გამარჯვებიდან უნდა მომხდარიყო. ამასთან დაკავშირებით არ იყიდებაც მსჯელობა მედიაში, თქვენ მოგეხსენებათ, რომ სამართლის ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნების საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით მოქმედებდა, შეხვდა და აწარმოა თავის დროზე მოლაპარაკებები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და სწორედ ამისი საბოლოო შედეგია ის, რაც დღეს აისახა. აქვე როდესაც ლაპარაკი იმაზე, რომ კრიტერიუმები, რომლითაც ბატონმა საგანელიძემ თავის დროზე შეარჩია, ასე ვთქვათ, ეს კრიტერიუმები და წარუდგინა პრეზიდენტს, რომ ამ უკანასკნელს გაეთვალისწინებინა ეს გარემოებები, ასევე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ის გარემოებაც, რომ ქალბატონ ნინო გვენეტაძე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, 21 მაისის არჩევნებში. იგი იყო ხაშურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და როდესაც საუბარი ემაზე უნდა იყოს თუ არა პოლიტიზირებული პოლიტიკასთან კავშირში მყოფი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის განსახილველი კანდიდატურა, აგერ პასუხი მისმა, ასე ვთქვათ, ახლო ბიოგრაფიულმა წარსულმაც მოგვცა. როგორც ჩანს, ის კრიტერიუმები, რითაც თავის დროზე ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი იყო დაწუნებული და აქ მე ზაქარიას ადვოკატი არ გახლავართ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. არანაირად არ ვადარებ ამ შემთხვევაში ზაქარია ქუცნაშვილის კვალიფიკაციას და ქალბატონ ნინო გვენეტაძის კვალიფიკაციას ერთმანეთს. უბრალოდ ვამბობ, რომ თუ ზაქარია ქუცნაშვილი დაწუნებული იქნა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის მოქმედი პარლამენტის წევრი, რითაც მისი კონსტიტუციური უფლება იქნა შელახული, რაც გარანტირებულია თითოეული ჩვენგანისთვის კონსტიტუციის მე-14 მუხლით, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული არ იქნა და მხედველობაში არ იქნა უბრალოდ მიღებული ის გარემოება, რომ ქალბატონ ნინო გვენეტაძე თავად გახლდათ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიის წევრი, არამედ ამ პოლიტიკური პარტიიდან დასახელებული ძალიან მნიშვნელოვანი მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, სადაც იგი ჩაება სხვათა შორის ბრძოლაში, სწორედ იმ ბრძოლაში და სწორედ მაშინ, როდესაც გაერთიანებულ ოპოზიციას ძალიან ჭირდებოდა თითოეული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა და თანადგომა. და ესეც მხედველობაში მისაღები ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა ჩემის აზრით. როდესაც დეპოლიტიზაციაზეა საუბარი, ეს გარემოებები შემდგომში რისკების დასაზღვევად უნდა აღვნიშნოთ, მხოლოდ და მხოლოდ. რაც შეეხება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელ ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქალბატონ ნინო გვენეტაძის წარდგენის დროს და რაც გამომდინარეობდა ბატონი პრეზიდენტის, ბატონი გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ერთგვარი კომპლიმენტის
გამოხატულებაში ყოფილი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარისადმი ბატონი კოტე კუბლაშვილისადმი. მან მადლობა გადაუხადა მოგეხსენებათ ბატონ კოტე კუბლაშვილს, თუმცა შემდგომში პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწია თავის მართლება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე მადლობის ადრესატი ყოფილა არა ბატონი კოტე, არამედ თავად ინსტიტუცია, რასაც ჩვენ ვერ გავიზიარებთ და ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ ეს ხო აბსოლუტურად პერსონალური მიმართვა იმ პირის მიმართ, რომლის თავმჯდომარეობის დროსაც საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის ბატონი კოტე კუბლაშვილის, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩვენ მივიღეთ 200 პოლიტიკური პატიმარი, რაც საქართველოს პარლამენტის სპეციალური დადგენილებით იქნა მიღებული. ეს არის აბსოლუტურად გამომრიცხავი ნებისმიერი ტიპის თუნდაც ეტიკეტით გათვალისწინებული კომპლიმენტის გაკეთებისა. ეს არის გამოხატულება გარკვეული ცინიზმის ელემენტების შემცველი გამოხატულება, რაც საზოგადოებას შეურაცხყოფს და მე ძალიან კარგად მესმის საზოგადოების აღშფოთება, რომელიც აი ამ ასეთ განცხადებას მოყვა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. იმის მაგივრად, რომ დროულად დაწყებულიყო კონსტანტინე კუბლაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა, ისევე როგორც გიორგი ქადაგიძის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ არსებობდა იმპიჩმენტის დაწყების საფუძვლები, დღეს ჩვენ ვდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მთავრობა ჰკიდებს სწორედ იმ პირს, რომელიც თავის დროზე ქართული ჯგუფის გაკოტრების საქმეში ერთ-ერთ მთავარ და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. გაგახსენებთ იმ პერიოდს, როდესაც დაყაჩაღებული იქნა ქართული ჯგუფის მანქანები და შემდგომში ყველა ხერხი და გზა იქნა გამონახული იმისთვის, რომ ეს ბანკი გაკოტრებულიყო და მრავალი ათეულობით მილიონი ლარის ზიანი ენახა. თუმცა აბსოლუტურად გაუგებარია ესეთი ვოლუნტარისტული დამოკიდებულება ასეთი საკითხების მიმართ. აი ეს რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის გარემოებებს. თუ არის რამე სხვა შეკითხვა, გიპასუხებთ. გავეცანი ინფორმაციას, რომ უმანის სასულთნოს ოფიციალური პროექტი, ეს არის ამბულში საკონსულოს ოფიციალური პროექტი, ჩამონათვალში, სადაც ის მიზებს თავაზობს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესმენებს, აფხაზეთის სამხრეთ-ოსეთის საქართველოს სახელმწიფო პროექტად არის საფიქსირებული. ეს არამედ საფიქსი არა, მე რამდენი ალბათ როცა შემდგომ ხდება. თქვენ რას უკავშირებთ ესეთ გამოვლენებს, როდესაც ოკუპირებული რეგიონები სხვადასხვა ჩამოთვლაში ეს არის ძალიან ღრმა საკითხი. მე პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებდი თქვენსას მედიისას იმ ფაქტზე, რომ საქართველოში სამწუხაროდ არ არის აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი არაბეთის სახელმწიფოებისა. თქვენ შეიძლება ეს მართლა ძალიან გასაოცარ ფაქტად მიიჩნიოთ, მაგრამ ეს ფაქტია და ეს რეალობა. ომანის სახელმწიფოზე აღარა მაქვს საუბარი, იგივე არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო წარმომადგენლობაც არ არის ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვაკეთებთ ხოლმე განცხადებას ბიზნეს ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობაზე არაბული სახელმწიფოებიდან, მაგრამ არასდროს დაგვისვამს კითხვა, რატომ არ არის მათი საელჩოები გახსნილი საქართველოში. ომანისგან მეს არ მიკვირს, მეს უფრო მეტად მიკვირს თურქეთისგან მაგალითად, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ქვეყანაში კანონი საქართველოში მოქმედი კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ძალიან ხშირად მოისმენთ ალბათ და თქვენც გსმენიათ და შეიძლება თქვენც დაგიწერიათ ამის შესახებ, რომ თურქეთის პარლამენტის ოფიციალური შემადგენლობა ხშირად სტუმრობს ხოლმე აფხაზეთის ტერიტორიას და აფხაზეთში მათ გააჩნიათ თავიანთი ბიზნეს ინტერესები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ტყვარჩელის მაგალითად ქვანახშირის საბადოს მთლიანად ფლობს თურქული საინვესტიციო კომპანია. და ბუნებრივია იმის მაგერად, რომ ისინი ითვალისწინებდნენ ოფიციალური თურქეთის ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში, ითვალისწინებდნენ ჩვენს კანონმდებლობას და ელემენტარულად ტერიტორიაზე ახორციელებდნენ, თქვათ, მიმოსვლას საქართველოს ტერიტორიის მხრიდან, ანუ საოკუპაციო ხაზის გათვალისწინებით, ისინი ამას იგნორირებას უკეთებდნენ. და ბუნებრივია ერთია, თქვათ, ოფიციალურად არ აღიარების პოლიტიკა, რომელსაც თურქეთი უერთდება, მაგრამ მეორეა დე-ფაქტო მოქმედებები, რომელიც უხეშად ლახავს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს. და ამ კონტექსტში ბუნებრივია ომანის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ასეთი მოქმედება, ომანისა, რომელსაც არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან არ გააჩნია, ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არ არის. ნარკოტიკების კონტროლის შესახებ და საქართველოს მისამართით პოზიტიური გზავნილები იყო და აღინიშნა შინაგან საქმის სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედებები, ასევე გატარებული სათანადო ცვლილებები.
ეთანხმებით თუ არა თქვენ ამ შეფასებას და რა პრობლემებს ხედავთ ქვეყანაში ნარკოდანაშაულებრივ? ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, მადლობთ ამისთვის. 2010 წელს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველო აღმოჩნდა როგორც ნარკოტრანზიტის სახელმწიფო ქვეყანა, რომელიც სამწუხაროდ ვერ უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც ნარკოტრაფიკის აღკვეთის პროცესში უნდა იკვეთებოდეს. აქ საუბარი იყო ავღანეთიდან და ირანიდან განხორციელებულ ტრანზიტებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის 2010 წლის დასკვნა, სადაც ძალიან კრიტიკული შეფასება იყო ამ მხრივ, რომ ამ გამოწვევებს ქვეყანა ვერ უმკლავდება. და ამ ფონზე მას შემდეგ რაც მოგიხსენებათ, სულ ახლახანს მოხდა სწორედ ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვის ფაქტის აღკვეთა, როგორც ჩანს, ეს აღმოჩნდა ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს და შეერთებული შტატების ოფიციალურ ხელისუფლებას და მონიტორინგს განეხორციელებინა, ასე ვთქვათ, გაეკეთებინა ასეთი განცხადება, რასაც ვფიქრობ, რომ ანგარიში უნდა გაეწიოს აუცილებლად, იმიტომ რომ აი ამ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკების ამოღებამ ცხადყო, რომ ქვეყანა რეალურად არის ნარკოტრანზიტის ქვეყანა და რომ აქედან ხორციელდება როგორც რუსეთის ფედერაციის მიმართულებით, ასევე ევროპის მიმართულებით ნარკოტიკული საშუალებების გადაზიდვა. და ბუნებრივი ამ მიმართულებით ჩვენ მოგვიწევს შემდგომშიც, ასე ვთქვათ, აი ესეთი ანგარიშების მხედველობაში მიღება. და მეორე ნაწილს რაც შეეხება ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამსაზღვრელი თემა გაინტერესებთ? ხო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაშია, ეს არ არის ეხლა დაწყებული, ან ამ ხელისუფლების პირობებში დაწყებული. ეს არის ჯერ კიდევ 2009 წლიდან ძალიან აქტიურად კულტივირებული თემა, რომელიც ნარკოპოლიტიკის გამსაზღვრელი საკანონმდებლო ინიციატივების მთელ პაკეტს შეეხებოდა. მოგეხსენებათ, თქვენ იცით, რომ ძალიან დიდია მაჩვენებელი ჩვენთან ნარკომოხმარებისა. ჩვენ ვართ ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო წამყვანი სამწუხარო სტატისტიკის მიხედვით სახელმწიფო, რომელიც 100,000 სულ მოსახლეზე ნარკომომხმარებლების რიცხვით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწინავეა. და შესაბამისად ნარკოპოლიტიკაც უნდა ყოფილიყო ადეკვატური ამ გამოწვევებისა. სამწუხაროა, რომ დღემდე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ვერ შევიდა იმგვარი ცვლილებები, რომლითაც როგორც მინიმუმ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები იქნებოდა დაცული იმ პირების მიმართ, რომლებიც თავისი შინაარსით არიან დეპერსონიზირებულნი. იმიტომ რომ ეს არის იმგვარი დაავადება, იმგვარი ასე ვთქვათ, სოციალური ფენომენი, როდესაც ადამიანი ფაქტიურად აღარ ეკუთვნის საკუთარ თავს და სახელმწიფო ვალდებულია ამ პრობლემაზე იზრუნოს. და არა იმგვარად, რაც ხდებოდა მთელი ამ 9 წლის მანძილზე, თქვენ მარტო ერთი სტატისტიკა რო დაგისახელოთ, თქვენთვის იქნება სრულიად ცხადი. არ მაქვს საუბარი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტს. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და მოხმარების ფაქტებთან დაკავშირებული დამატებითი სასჯელები, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში როგორც არასაგადასახადო სეგმენტით არის ცნობილი, ხო? ეს არ არის საგადასახადო სეგმენტი, ეს არის ჯარიმებით ამოღებული და შენატანი თანხები. მხოლოდ ერთი კალენდარული წლის მანძილზე შედიოდა 35-დან 40 მილიონ ლარამდე. ეს არის 2007, 2008, 2009 წლები. რამოდენიმე მილიონი ლარის ცდომილებებით 35-დან 40 მილიონ ლარამდე ყოველწლიურად. ეს ის თანხებია, რომელიც ამოდიოდა ჩვენი მოქალაქეებიდან, ჩვენი მოსახლეობიდან. ნარკოტიკების მომხმარებლებს ძალიან ხშირ შემთხვევაში თავის ქონებაც არ გააჩნიათ. და ისინი დამოკიდებულნი იყვნენ გირაოს გადახდის პროცესში, სასჯელების სახით, ჯარიმების დაკისრების გადახდის პროცესში ან დამატებითი სასჯელების სახით გამოყენებული ჯარიმების გადახდის პროცესში მის ახლო ნათესავებზე, მშობლებზე, დედმამიშვილებზე, ნათესავებზე და სწორედაც რომ პროკურატურა პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას იმგვარად ახდენდა, რომ მათ ზუსტად იცოდნენ კონკრეტული ნარკომომხმარებლის უკან რა ქონება იყო პოტენციურად. და სწორედაც როდესაც ვაჭრობა მიდიოდა ხოლმე პროკურატურაში, პროკურატურა თავად ასახელებდა იმ პოტენციურ წყაროებს, რომლითაც ოჯახს შეეძლო აღნიშნულის გადახდა. ძალიან შორს წავედი ხა მესმის, თუმცა წავედი იმიტომაც, რომ ის რაც დღეს ხდება, როდესაც 74,000 ოჯახი ამ წუთებშიც გამოსახლების მოლოდინშია. ის რომ მიგრაციის ხარისხი იმგვარად მაღალია, რომ 160,000 ადამიანი ყოველწლიურად მიედინება ქვეყნიდან უკან შემოუსვლელად, არის სწორედ ამისი მანიშნებელი. ქვეყანაში ხორციელდებოდა გაღატაკებისა და ქვეყნიდან განდევნის მიზანმიმართული პოლიტიკა.